სალამი მეგობრებო, მე თაიფუნი ვარ. მეგობრებო, ყველა სახალდრეს გულით მოგესალმებით. ლა, ნელა, გაგიჟებულო კარლოს მოიცადე. ბიჭო, ცოტა დამშვიდი არა, ნახე. ბაბუაჩემა მიხსნა მეო, ისევ კაცი მოიხოდა. მეგობრებო, ყველა სახალდრიდან სალამი, პატივისცემა და სიყვარული. დღეს იმ ვიდეოთი ვარ თქვენს წინაშე, რომელიც დიდი ხანია გენატრებოდათ. დღეს ტყეში წავალთ. რამდენიმე დღის წინ ინსტაგრამზე გავაზიარე. ეხლა ჩვენთან ახლოს ტყეა, კარგი? რამდენიმე დღის წინ აქ გაჩერდი, ნელა, წვიერი, გამეცინა. ერთი წუთი შვილო, ერთი წუთი. ბაბუა არა. ბაბუასთან ერთად მანქანით გაერთიანდნენ, გიჟები არიან. მოდი აქ ცოტა დავისვენო, ვიდეოს ჩაწერა უნდა დამაცხებინოთ, მოდი. ნელა, შვილო. პატივისცემით. რამდენიმე დღის წინ იქ ერთი შაკალი ვიპოვე, ხო ასეა. ვიდეო გადავიგე და ინსტაგრამზე ავტვირთე. თქვი დღეს ლომები წავიყვანოთ, შაკალის საძებნელად წავიდეთ. ვნახოთ, შევძლებთ თუ არა შაკალის პოვნას. პატივისცემით. ეხლა იარაბა კარლოს წავიყვან, ყოველთვის ტაისონს, მარლას და სხვებს მივყავდი. თქვი დღეს ჩვენი იტალიელი მარდალი წავიყვანოთ. ტყეში ვართ, თქვათ კარლოს ბაბა მოვა. კიდე მედუზას საყვანაც მინდა, მაგრამ ამ მედუზას ერთხელ ცადო, მაგრამ ვერ გავიგე კარლოსთან იჩხუბებს თუ არა. გონი მედუზა დაესხმება. ისე ჩას თითქოს დაესხმება. ერთი წუთი. თუ შეეწყობიან ერთმანეთს, ორივეს წავიყვან. მაშალა, შეხედე. არ უჩხუბიათ, ბიჭო. მედუზას დაიძინა მართლა. ნახე, ერთი წუთი დასჭირდება. გააკეთებს თუ არა, ვერ გავიგე. მედუზა მუცემ ზემოდან ასვლის ცდელობა გააკეთა. და ეხლა ბოლომდე ვერ ვენდობი მედუზას იჩხუბებს თუ არა, ზუსტად არ ვიცი. ეხლა ვერ დავადგინე, მოდი აქ კარლოს. ერთ-ერთი მედუზასთან ერთად. თუ ამ ორ შევათავსეთ, მართლა სუპერი გამოვა, მეგობრებო. მოიცადე 100, ახლოს არ მიხვიდე. არ მიხვიდეთ, მოიცადე, ჩუნო, ტყეში წასვლამდე გთხოვთ არ გამიტეხოთ გული. ხარდაჭერისთვის დაალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და კომენტარის დაწერეთ, ძალიან გამიხარდება. თქვენი ლაიქები და კომენტარები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ნუ გამიტეხავთ გულს, გააკეთეთ სიკეთე, მეგობრებო. მართლა იმედია ტყეში არაფერი შეგხვდება, მაგრამ თუ შეგხვდა, სულ დრეში ვართ. ტურა შეგხვდება, მელა შეგხვდება, გელი შეგხვდება, თუ ტახი შეგხვდება. მათ სიცოცხლის გარანტიას არ ვაძლევ, უпроსურად გეჯე წავიყვანოთ. სინამდვილეში გეჯე შენ წაგიყვანო, შვილო, ან მოდი გეჯე წავიყვანოთ, მეგობრებო. ეხლა მედუზასთან ერთად რისკზე ნუ წავალ, ცოტა კარლოსთან ერთად უნდა დავაახლოვო ისინი. მე ისევ მანქანაში, იმიტომ რომ საბარგულში ჩავდებ ორივეს. ორივე ერთად დავდგებით, მაგრამ თუ იჩხუბებთ, პრობლემას შეგვიქმნიათ. მოდი კარლოს. არა, თქვა, ჭკვიანად, მოდი. ის კიდევ სიკაილას ეჭხუბება. გაჩერდი. კაცო, კარლოს, რა ტიპი ხარ შენ ასეთი? ამ კარლოს ვერაფერი მოერევა, გაჩერდი აპოლო, არა, ხო? თავიდანვე ჩვენი ყველაზე დიდი საფრთხე ეზოშია, ძმაო. დაივიწყე ტოტები, ტურა, მგელი, ტახიც კი გამოდის იმ ეზოში. თუ შვიდობით გამოვიყვან, საკმარისია. ეხლა შვილებო, მანქანას დავაყენებ. კარგადაა, მეგობრებო. ტყეში სადაც გავჩერდით, იქიდან გავაგზელოთ. ეხლა მეგობრებო, ტყეში მოვედით. როგორც კი მოვედით, ნახე დავიპოვეთ აქ, შეხედე. ნახე, როგორც კი მოვედით, ნახე პირველივე წუთიდან, შეხედე. ხედავ? ეს ალბათ ხბოსტავი უნდა იყოს. ეს ალბათ აქ ტურაებმა ღრეჩეს და შეჭამეს. აქ ჩვენთან ტურა და მგელი ბევრია. გასაგები, დიდი ალბათობით კვალს ვიპოვით თუ არა, არ ვიცი, მაგრამ ბოლოს რომ მოვედი, საღამოსაც ვნახე. ნახე ტურამ როგორ ამოვარწყია, ნახე? შვილო, მოდი. გან! თანაც დილით ვნახე. გზის პირას რომ მივდიოდი, მაშინ ვნახე. აქ იდგნენ, ამ ტყეში. ეს ძალიან დიდი ტყეა. დღეს ჩემი სურვილი, ეხლა ხო იცი, ძაღლების. კვალზე გაყოლის უნარი ძალიან ძლიერია. მათი ცხვირის წყალობით თუ სუნს იგზნობენ. ეჩვიც არ მეპარება, რომ მათ კვალს გავყვებით. ვიპოვით. აიგეთ. ამის შემდეგ ჯიმადაში რა მოხდება არ ვიცი. თუ კარლოსის პირში ჩავარდება. მერე თავს უბედურება დაატყდება. მოდი კარლოს ბაბა. ეხა გზაზე ცოტა წინ წავიდეთ. კარლოს არ გაუშვებ, რა იცი რა ხდება. ვინმე გამოვა. ცოტა მაგისაც მეშინია, მეგობრებო. აიგეთ. ნახეთ, აქ კიდე ერთი არის. ნახე. ეს თავის მეორე ნახევარია.
ხედავ, ნახე. ეს თავის მეორე ნახევარი აქ არის. ეს როგორც თქვი, აქ მოიტანა და შეჭამა ან ტურა, ან მელა, ან გელი, რომელიც არ უნდა იყოს, ძმაო. დარწმუნებული ვარ, ამას კიდე ბევრჯერ შევხვდებით. მოდით ერთი ადგილი კარგად დავათვალიეროთ. გაჩერდი, კარლოს ბაბა, გაჩერდი. აი კიდე ერთი ძურის ნაჭერია. კარლოსი გაუშვა. რამე. სათხარ გოგო. ჩემი მსუქანი გოგო. გვაკლია ჩვენი გეჯი, გვაკლია. კარლოს ბაბა გიშვებ. თქო, არსად გაიქცე. არაფერი დაგუმართო შვილო. გაიგე პაშა. გაიცადე ნახოთ. კარლოს ირბინე. მიდი უბიძგე წინააღმდეგობა გაუწიე. კარლოსმა რაღაც იპოვა ალბათ ძმაო. მაშინვე გვეგაიქცა. ეხლა ისინი ტერიტორია იხნოსონ და ათვალიერებენ. კარლოსი როგორ გახარებულია, ნამდვილი ლომია რა. მაშალა ჩემი შვილია. იტალიის ნამდვილი შვილია. ნახე? ამას შეხედე ამას. აქაც გავგიხაბოს ფეხია. ხედავ? თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს ხბოა თუ სხვა ცხოველი? კარლოსი. აი ძმა ვისვლი. 1, 2, 3, ირბინე. ირბინე. მაშალა თქვენ. კარლოსი უფრო თითქოს გასართობად მოვიდა, ვიდრე სანადიროდ. მოდით ახალგაზრდებო, წავიდეთ და ვნახოთ. აქ საბურავებია, ხო ხედავთ? რა საბურავებია ესენი ესეთი? ღმერთო. აქ რაღაც საზღვარი გაუკეთებიათ საბურავით. არა, შეხედეთ. აქ საბურავით საზღვარი გაუკეთებიათ, ძმაო. პირველი წუთი, პირველი გოლი, როგორც კი შევედით, ძულები ვიპოვეთ, ხო ხედავთ? კიდე ბევრ რამეს ვიპოვით, აი აქაც სოკოა. მეტავეს შხამიანია. მაშინვე მოსხდა, მწვანეა, ალბათ შხამიანია. ეხლა სოკოს სეზონია. დიდი ალბათობით სოკოს ყველგან ვიპოვით. ოს ყველგან ვიპოვით. ღმერთ მაქინარ შხამიანს არ გადავაცოდეთ. ეხლა როგორც თქვი, აქ ძალიან დიდი დღეა, დასასრული არ უჩანს, იმ წინა ადგილას რო ვიყავით, ისეთი უზარმაზარი ხეები აქ არ არის. აქაურობა ასე კარგად აჩვენე. აუ მოდი. ნახე აქ რა ვიპოვეთ. ბიჭო ეს ადგილია რა. ცხოველების სასაფლაოს გავს, კეფიცებით მეგობრებო. ნახე აქაც ერთი თავი ვიპოვეთ. შვილო. ესე წარმათხარია. რევო. ძმაო, აქ ცხოველების სასაფლაოა გადაქცეული. ეს აქ დავდოთ. აქ დარჩეს. კარლოს, აქ მოდი. რა სიგებ შვილო? მართლა ცხოველთა სასაფლაოს ავიტა მეგობრებო. ადამიანის ცხედარს თუ არ ვიპოვით, კარგი იქნება. ყველა მხრიდან ძვლები ამოდის, ძმაო, ნახე. ჯერ სად წავიდეთ? შევიდეთ ცოტა დღეში. მოდით აქედან წავიდეთ, ნახოთ. იმიტომ რომ ტურები როგორც წესი ღიად არ ჩერდებიან. აუცილებლად იპოვიან თავშესაფარს, სადმე დამალავენ თავს. გაიგეთ? აი მაგალითად, აქ ხე გადახრილია. ნახეთ, აქ რაღაცა გასულა. სხვათა შორის დღეში სეერში სეირნობისას თხოვთ, ვიდეო ყურადღებით უყუროთ, ძმაო. შეიძლება მე რაღაც გამომეპაროს. დაწერეთ კომენტარებში, რომ ისევ მოვიდეთ და კიდევ შევამოწმოთ, გაიგეთ? აი მაგალითად ეს დახრილია. ცხადი აქენა რაღაც გასულა. ეხლა კვალს მივყვებით. ნახავთ რას ვიპოვით. ნახე, აქაურ ბალახები ყველა დაწოლილია. აქედან. რამდენიმე რამე აქედან გასულა. თან საკმაოდ ბევრი. ნეტავ ცხურის ფარა ხო არ გავიდა აქედან, ნახე? აგაც სოკოებია. ეს თეთრი სოკოა. წეგანდელი მწვანე იყო. ალბათ ის სოკო, რომელიც წეგან დავიჭირე, შხამიანი იყო, მეგობრებო. სოკოს ზოგიერთი სახეობა, როგორც იცით, ადამიანებს კლავს. ამ საკითხში ცოტა ფრთხილად უნდა ვიყოთ. მოდით ახალგაზრდებო. უი. მოდი შვილო, მოდი. იშალა შეგხვდება, ძალიან მაინტერესებს. ძაღლები დას გააკეთებენ. კარლოსზე ეჭვი არ მეპარება. გეჯე ისედაც გაეკადება. მინდა მხოლოდ კარლოსი დავაკვირდე. მოდი შვილო. ეს რა არის? აჰა. აქ კიდე ერთი დახურული იყო. ეს რა უბედურებაა? აი ესენი. მელა, შაკალია თუ მგელია? ძაღლია თუ რა არის ეს? შეხედეთ ამას. ვინც იცის ეს რა არის, კომენტარებში დაწერეთ, ვერ გავიგე და ეხლა მაინტერესებს. ძმაო, ხო გეუბნები, ცხოველთა სასაფლაოს ავიტაა, ყველაფერი აქაა.
ოი. აი კიდე ერთია. შვილო აქ რა მოხდა? ნახე. ეს თითქოს სხვარს გავს, ეს სხვარი არ იყო. ნახე როგორ განსხვავდებიან ერთმანეთისგან. მოლდი ნახე. ნახე ეს სხვარს გავს, ეს კი არა, ხო ესე? ნახე ძმაო აქ. მართლა თითქოს ცხოველთა სასაფლაოზე მოსულოთ, მართლა. ესენი დიდი ალბათობით მელიის, ტურის, ან გლის მიერ დაჭერილი და დახჭობილი ცხოველები არიან. მათ შეჭამეს ისინი. აიგეთ? აქ ნახე, ხოლო თავის ქალები დარჩა. ქნესა ტირილი შეხვდება წინ. მიდი, წადი. ახალად დაჭერილ ცხოველს არამეს ვიპოვით. გაზრარტყის, კიდე ერთი არის. მოდი. ეს ადგილი სადაც მიგვიყვანს გეუნებით, ერთმანეთის მიყოლებით მოდის. ნახე ეს ადგილი სადაც მიგვიყვანს. ესეც ასეთია. ესეც მათგან ერთ-ერთია. შეხედე იქ. 2 და 3 ვიპოვეთ. 2-ზე დიდიც ვიპოვეთ. 5. ფისით გეუბნები ეს სადღაც მიგვიყვანს. რადგან სადაც არ უნდა წავიდე, ყველგან თავი ჩანს. ეს რა? აჰა. აგაც კბილები აქვს. ხოლოდ ერთი ხმა ისმის. დაიგონეთ. მე მისი კმუილი გავიგონე. თუმცა ცოტა შორიდან მოდის. შეგიძლია კმუილის ხმა მესმოდა? მოდი. მოდი ვნახოთ. მესმოდა. ერთი წუთი, მოდი აქ. ნახე. აქ ვიღაცამ ლენტი დააბა. ნეტავ ეს რაღაცას ხო არ მიუთითებს აქ, არა? ფარული რამე ხო არ არის ტყეში? აქ კვალი დაუტოვებიათ მეგობრებო, მოდი ნახე. მოდი აქედან გავყვეთ. აქ კვალია, ნახე. იქ ლენტი დაუბამთ რომ არ დაივიწყო. ეს ადგილი სადმე წაგვიყვანს, მაგრამ სად? ნახოთ. თუ არა იქნებ ესენი ვიღაცა მოკლა და იქ დააგდო. მართლა, ამ წუთას ხო იცი? მას რო ვერ პოულობთ. რაღაცეები მეფიქრება და არც ერთი კარგი არ არის. ზუსტად იმ მიმართულებით, სადაც თავები ვიპოვეთ, ერთი შეკრული ლენტი ვიპოვეთ. რაღაცის ნიშანია. არ ვიცი რისი ნიშანია, მაგრამ აქ ცდილობს რაღაც გვაჩვენოს, მოდი ნახე. მარჯვ წავიდეთ შუაში თუ მარცხნივ? შუა უფრო საშიშად გამოიყურება, მოდი. ანუ ნახე, აქ ცოტა უფრო პრობლემული ჩანს. შუიდან გავაგზელოთ. ზაღლის ხმები ისმის. გვერდმანქანას აქ არ მოვიდეს ზაღლი. თუ ზაღლი მოვა, კარლოსი ხო იცი? ვერ დავაკავებ, დაესხმება. ცოტა ჩუმად ვიყოთ, ვნახოთ. იმ ხარეს ფრინველის ხმა ისმის. მოდი ნახე. ღმერთმანქანას გველი არ შეგხვდეს. სვიმაში გველის გამოჩენა არ გონია. ტყეს სველია, იმიტომ. საიწავიდეთ. მოდი აქედა პირდაპირ წავიდეთ. მეგობრებო, აქედა პირდაპირ წავიდეთ. მოდი კარბოს, მოდი. ბიჭებო, თქვენ წინ წადით ხოვთ. აქ იმიტომ მოგიყვანეთ, რომ კვალი გეპოვათ. თქვენ მე მომყვები თითქოს რაღაცა შეგხვდება წინ. სულები თქვენამდე ადრე მე ვიპოვე, რა ძაღლები ხართ, ხოვთ რა. მე თქვენზე უკეთ უყნოსაო, ბიჭო. წავიდეთ ასე. იქ და ხმა მოდის. კინაღამ ინსულტი დამემართა. მოდი ნახე. ერთი წუთი გაჩერდი. გაჩერდი, კაცავიდეთ. დაბრუნდი. დაბრუნდი. აქ ცოტა არაკომფორტულად ვზნობ თავს. სად წავიდეთ? მოდი წინ წავიდეთ. ეხლა პირდაპირ პრობლემისკენ წასვლა არ მინდა. იმიტომ რომ კარლოს ჩემი საქმე ეხლა აქ არის. თუ წინ დიდი პრობლემა შეხვდება, ან თუ რაიმე ცხოველი გამოვა, მას თავს დაესხმება. გაიგეთ? იმ რისკზე საერთოდ არ უნდა წავიდეთ. კარლოსიც. მე აღარ ვეცადოთ მათ გაყოფას. თუ შაკალზე ან ამენს გავსე გადაეკიდება, ჩარევა ჩემთვისაც რთული იქნება. შაკალი მას გაანებებს და მე მიკმეს. შაკალი ყველაზე მარტივია, ღმერთმანქანას გელი არ შეხვდეს. ეხლა აქ ერთი წუთით გავჩერდეთ.
ესეთი რაღაცის გაკეთება მინდა. თავებს ავიგებ, მეგობრებო. ესენი უნდა გავარკვიო, როცა ფერმაში მივალ, რა არის რა? რა თავებია, ეს უნდა გავიგო. გაიგეთ? ამ ყველაფერს გამოვიკვლევ, თქვენგანაც ველოდები კომენტარს. ნახე, ყველა ერთმანეთისგან განსხვავებულია, ძმაო. უნდა გავარკვიოთ ესენი რა არის. ეხლა ყველა ერთ კაუძზე შევაგროვოთ. აჰა, ნახე, დავიხარე და რა ვიპოვე? მოდი აქ. განავას გადაუღე. ნახე, განავას გადაუღე, დაინახე ეს? აქ შაკალი ან მელა. ნახეთ, ფეკალი დაინახეთ. ნახეთ, რაღაც კვალია. თანაც, ნახეთ, აქ სოკოა. ვიღაცამ სოკოზე დააბიჯა. ნახე. სოკო გაუჭყლეტია. ნახეთ. აქ რაღაც პრობლემა გვაქვს. ეხლა მოდით ესე გავაკეთოთ. ნახე, კარლოსმა დაიწყო ადგილის ხნოსვა. იმიტომ რომ სუნი აიღო. მელის, ტურისა და მგლის სუნი აიღო. მის განავალს იპოვა. ეხლა მასაც ვიპოვით. ამას აქ დავდებ. კარგი. ზუსტად მონადირესავით ვიარო, ანუ კარგად გახდი. მოდი ნახოთ. ეხლა. ასე წავიდეთ. არც კვალი ჩანს, ძმაო, წვიმის გამო. კვალები არ ჩანს. მაგრამ ეგ განავალი ახალია, აშკარად ახლა ხანს არის დატოვებული. მაქსიმუმ 200 საათიანი. ცოტა გამოშრობა დაუცლია. ის თურა სადღაც აქ არის. დიდი ალბათობით ეხლა ის ჩვენ გვიყურებს. ჩვენს ხმას აუცილებლად ისმის. ჩვენს სულსაც გძნობს. შორიდან გვიყურებს. თუ ჩვენი ძაღლები უცებ მის სულს თუ აიღებენ, მორჩა. აჰა, ნახე, კარლოსი ფხიზდება. აჰა, მოდი. ნახე, ეს სოკო გათელილია. ნახე, ხედავ, ის ბილიგზე აგზელებს. კარლოსი. მოდი შულა. ნახე, ეს სოკო გათელილია, ძმაო. ნახე, ხედავ, ეს რა სოკოა, რა უბედურებაა ესეთი. ზედ რაღაცებია. ეს რაღაც შხამიანს გავს, ძმაო. ნახე, ეს მტკიცია. ის გათელილია. მოდი ამ ბილიგს გავყვებით. ეს მიგვიყვანს იქ, სადაც გვინდა. ერთი წუთი. რომელი მიმართულებით შევიდეთ? მოდი ცოტა იქით გავიაროთ. მოდი შვილო. გადით. ძმაო, როგორც გითხარით, თვალთახედვიდან არ გააცდინოთ. ეს კვალი სადმე წაგვიყვას. ნახე, იქაც სოკო მოგლეჯილია. გადაიგე ისიც. ნახე, აქედან რაღაცა გასულა. აქედან რაღაცა გასულა, მეგობრებო. ამათ გავყვებით და ვიპოვით. მოდი ნახე. ნახე, კარლოსმა თავი ასწია და წასვლა დაიწყო. კარლოსი, სადაა ეს ბიჭო? სადაა ეს ბიჭო? ვიპოვოთ ის. სამ გადავიდეთ. მომეცის. გაიჭირე და მომიტანე. მიდი ჩემოლომო. ნახე კარლოს. აქედან გზელდება, ძმაო, მოდი. ამათ რაღაცა სუნი იგზნეს, მეგობრებო. ამათ რაღაც სუნი იგზნეს. ირბინე. ეს ხელზე რო გავიკეთე, კარგი არ გამოვიდა. კარლოსი სულს იდებს. ნახე, თავს ხედავ კარლოს. კარლოსმა სუნი იგზნო. იმედია ესენი სადმე მიგვიყვანს. ძაღლებთან არ მიგვიყვანი, ხო იცი? ეს შეშლილი იმ ხარეს მიდის, საიდანაც ძაღლის ხმა ისმის. მოდი კიდევ ერთი თავი ვიპოვე. იჩქარე. ნახე. მეორეც ვიპოვე, ნახე. რედი 4. მოდი აქედან გავაგრძელოთ. მართლა კიდევ ერთი ვიპოვე, ძმაო. აქ არის, აქ. ჩემი აზრით ეს მელიისა და ტურის საქმე აღარ არის. ჩემი აზრით ეს ბლის საქმეში გადაიზარდა, გეუბნებით. ეს მელიასია. ეს შაკალის გასაკეთებელი საქმე იყო, მეგობრებო. აქ დიდი ალბათობით მგელია. სოფლი და ხალხი სხვარია. მოიტანა აქ და შეჭამა თუ რაკდა. სხვარი იყო თუ არა არც ვიცი, უბრალოდ მაგალითისთვის ვამბობ. ამათგან ერთი სხვარს გავს, მაგრამ ესეც ასე ავიღოთ.
აბუკასი კარლოს იპოვე რამე შვილო მიდი ნახე ავანთე შუქი იპოვე რამე ჩემო ლომო მოდი ძმაო კვალს ვეპოულობ ხილვადობა ნულოვანია ნეტა ცოტა უფრო ტოტების ქვეშ შევიდეთ მოდი ცოტა უფრო მიყრუებულ ადგილებში შევიდეთ ეს დიდი ალბათობით ისიც ალბათ მიყრუებულ ადგილას არის მაგალითად ჩვენ სუსლუ უნდა მოგვეყვანა სუსლუ ძაღლია ძმაო ის იპოვიდა მოდი ცოტა უფრო მიყრუებული ადგილები წავიდეთ მოდი ბიჭო მოდი ბიჭო კარლოს მოდი მოდი ბიჭო მოდი გადით კარლოს მოდი კარლოსი სად არის ვაი ეხლა ტყეს ზიანის მიყენება არ მინდა თორე ნაჯახით დავამტრევდი ამათ კარლოსი მეორე მხარეს ნახე შვილო რამე იპოვეთ იქ ასე გადავიდეთ ჩიტების ხმა ისმის იქ ჩიტების გუნდი არის კიდე ძაღლის ხმაც ისმის ძაღლის ხმაც ისმის ძმაო ეს რა არის გზის გასაყართან მოვედი ჩვენ აჰა ნახე რა ვიპოვე ეს რა ეს ძულის ნაჭერია ერთი წუთი ჩვენ ისევ იმ ადგილას მოვედით სადაც ახლახან ვიყავით მეორე მხარეს როგორ გადავედით ძაღლის ხმა ისმის კარნოსი თუ იმ ძაღლთან მივა პრობლემა იქნება ეგ რა არის მოდი კარგი გზაჯვარედინთან მივსულ ვართ ნახე აქ კიდევ ერთი თავი არის პირი ხედავ პირში სად მოვხდით ძმაო ესე ნახე პირდაპირ გათხდა მართლა ვერ გავიგე სად მოვხდით მეგობრებო მართლა სასაფლაოსავითა დიდი ალბათობით როგორც თქვი ის ტრიკი ტურა მგელი რაც არ უნდა იყოს აქ დაუჭერია დაახჭო და შეჭამა ძმაო გაიგეთ დაახჭო და შეჭამა ჩვენს წინ გამოჩენა წუთების საკითხია ეხლა ვიდეო შევაჩერე ცოტა კიდე გავიარე მეგობრებო ნახეთ აქაც კიდურები ვიპოვე ნახეთ 1 2 1 აქაც არის 3 ცალია გითხათ რამე სინამდვილეში ძმაო აქ კიდევ ერთი თავიაო ძმაო ეს თავიაო არა ხერხემალია ნახე ხერხემალია ხედავ აქ ღამით მოვალ ძმაო ღამით ესენი გამოდიან გარეთ იმითო ღამით ტურები და სხვა ცხოველები ხვირიან მე მესმის შენი ფერმიდან აქ სინამდვილეში ღამით უნდა მოვიდეთ ნახე ერთი ხერხემალალი აქ და ისიც ვიპოვეთ ხედავ პიცით გეუბნები ისიც ვიპოვეთ აქ კიდევ ერთი თავი არის ვაი სად მოვხდით მეგობარო ნახე აქ არის ერთი კიდევ ერთი თავი არის უფრო სწორად ორია იქ შეხედე ხუმრობა გეგონება შვილო აქ მყოფები ნეტა ლომია მეგობრებო დავატკი და გავიარე ალბათ ლომია აქ მყოფები კბერც გეფიცებით ამას ხედავთ ეს მე რამდენად მოხდა მომდევჯერ აქ ნაჯახით კი არა იარაღით მოვალ არ ვიცი აქ რა ხდება ეს ზოგჯერ თურქეთშიც ხდება გაჩერდი ხო ეგ უცნაური რაღაცაა
სუნი აიღო ტურაქნა, ნახე ამ ადგილას მიდის. ეს თურქეთში ხანდახან ხდება ხოლმე, ხო ხედავთ? ხის ჯოხით აკეთებენ და ასე ხედავთ ხოლმე ახალ ამბებში. აქ იშვიათად. იმადგანიც არის თუ არა, ვერ გავიგე ძმაო. ფიცით. ჩემი საზრით აკაც არის ეგეთი ძმაო. გონია რომ არის, არის. დიდი ალბათობით ჩანს რომ არის. რა ჯანდაბაა ეგ? იქაც ძვალი არის? ვა. შეხედე ამას. ორი წალი. ხოლოდ ესენი უფრო ახალია? შეხედე ამას. ეს უფრო ახალია. ახალს დაახჩუ, ნახე. ნახე, კარლოსი ცდილობს შეჭამოს. ფიცით გეუბნებით, მართლა ახალს დაახჩო, მეგობრებო. ზუსტად. ის ცხოველი, რაზეც ვლაპარაკობთ, სადღაც აქაა ძმაო. ზუსტად. შეხედე ამას. უკვე ლეში ვიტყას კიდეც. ალბათ ეს ნარკომანების თავშეყრის ადგილია რა? ნარკომანების თავშეყრის ადგილს გავს, მეგობრებო. კი. აქ სადღაც ახლახან დაახჩუ. ალბათ ფეხებთან დაუტოვა. გატეხა თუ არა, სხეული შეჭამა თუ არა, არ ვიცი. ეხლა ეს უფრო ახალია, დიდი ალბათობით ეს ორდღიანი რამეა. ნახე, სხვები უკვე გამხმარი იყო, ძველი იყო. ეს კი უფრო ახალია ძმაო, ორდღიანი. ის ცხოველი სადღაც აქ არის. ძმაო, თუ გინდათ აქ ღამით მოვალ, კომენტარებში დაწერე. ღამით რომ მოვალთ, აქ ფარუნ კამერას დააკენებ, კარგი? ფოტო ხაფანგით, მას აუცილებლად დაგვიპოვით, ნახე, 100%-ით. რომელიც არ უნდა იყოს. ეს აშკარად საშიში ცხოველია. ეს ჩვეულებრივ ცხოველს არ გავს, ანუ. ნახეთ, ხო ასეა. ნახე, ეგ ახალია. ის ცხოველი აქ ქვემოთ სადღაც იყო, ცოტა წავავედი კიდეც. მართლა. თუ ეს ლეოპარდი არ ამებს გავსი გამოვა, იცი რა იქნება? ყველას დავჭავს, მაგრამ ნახე, აქ კიდე ერთი ლენტი დაუმაგრებიათ. ვიღაცამ აქ ყვალი დატოვა, ძმაო. ნახე, აქ კიდევ ერთი ლენტაა. სხვა ხეზეც ვიპოვეთ. აქაც არის. ეს ყვალი ასე მიდის. მაგრამ აქაც არის. ნახე. ალბათ ეს ბილიკი სადმე მიდის, ნახე. ზუსტად ერთმანეთის პირისპირ მონიშნეს. აქ ბილიკი არის. წავიდეთ ახლა აქ. რას ფიქრობ? ეს ბილიკია. აქ რაღაცა ხდება, გეტყვით. ეხლახან დაკული ცხოველის ფეხები ზუსტად აქვეა, ცოტა წინ. დიდი. ნახეთ, აქედან სადღაც მიდის, მეგობრებო. ეხლა აქ არ წავალ. ჩემთან ერთად იარაღს წავიგებ. ასე წავალ, თუ გინდათ. კომენტარებში დაწერეთ, ამ ვიდეოს ბევრი მოწონება დაუტოვეთ, შემდეგ ჯერზე თავს დავიზროთ. ჩვენი იარაღი ავიღოთ, ყვალებიდან გავიგეთ რა არის რა. ისედაც ქვედა მხარეს წავალ. ცოტა საღამოს დროს ან დილის 4 და 5 საათამდე. ზუსტად ყველაზე რთულ საათებში. გაიგეთ? ეხლა არ წავალ. რაიცი რა ხდება? თავს რისკის ქვეშ ნუ ჩავაყენეთ, მეგობრებო. როგორც თქვი, თუ რაიმე ცხოველი გამოჩნდება, ყველანი სუდეში ჩავწვიდებით. აჰა, იქ კიდე რაღაცაა. მიწას შეხედე. ეს ის ადგილია, სადაც ცოტა ხნის წინ ვიყავით. ეს ის ადგილია, სადაც ცოტა ხნის წინ ვიყავით, მეგობრებო. ხელები ამ მიმართულებით მიდის. ნახე, აქ უამრავია. ეს ერთ-ერთი მათგანი დამსხვრეულია. ყოველგანა გაფანტული, ნახე. დამსხვრეულია, ძმაო. წამო ხალხო, წავიდეთ. ჩვენ უნდა წავიდეთ. ეხლა ძაღლების დროა. როგორც ჩანს, სუნი ვერ აიღო. იმიტომ რომ დიდი ალბათობით მგონია რომ თუ მოინდომებენ, მაინც მის სხვას გაყვებიან. ამ ცუთას ძაღლები მხოლოდ ჩემს სხვას მიყვებიან. მათ ლიდერად მე მხედავენ და ამიტომაც მომყვებია. გაიგეთ? თუ იმ ტერიტორიაზე იქნებოდა ან ძაღლები დაზგზნობენ, არ ვიცი ძმაო. ბოლომდე ვერ გავიგე. თქვენი აზრიც მაინტერესებს ამ საკითხზე, არა უშავს. ეხლა ის მინიშნებას დაუბრუნდეთ. როგორც გითხარით, ამ ვიდეოს კარგი მოწონება დააჭირეთ, შემდეგ ჯერზე უფრო ფრთხილად ვიქნებით, იმ ქვედა ბილიკს გავყვები, დარწმუნებულია, სადღაც მიგვიყვანს, მეც მაინტერესებს, რა იქნება. მაგრამ ეხლა თავს უაზროდ რისკზე წასვლა საჭირო არ არის, მეგობრებო. სხვათა შორის ძალიან მიყვარხათ. არ დაგავიწყეთ ვიდეოს მოწონება და არხზე გამოწერა. კარგად იყავით, ნახვამდის. ჯანმრთელად იყავით, მეგობრებო.